გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში გესაუბრებით სანაპიროებზე, სადაც სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ტურისტებს ეს ვერ აშინებთ. ნიუ სმირნა, ფლორიდა. ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შეადგინა სია, სადაც დასახელებულია ფლორიდის ტოპ 10 სანაპირო, მათ შორისაა ახალი სმინის პლაჟი, რომელიც ნაკლებად სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობს. ამ სანაპირომ მოიხვეჭა შტატის ყველაზე უბედური კურორტის სახელი. 2010 წელს აქ დაფიქსირდა სხვადასხვა საცურაო საშუალებების 640 შეჯახება, რომელთაგან 68 ფატალური შედეგით დასრულდა. სპეციალისტები ამ ფაქტს პლაჟის გადატვირთვით ხსნიან. მაშველებსა და საზღვაო პატრულს არ ჰქონდათ საშუალება დახმარებოდნენ ყველა გასაჭირში მყოფს. თუმცა საცურაო საშუალებების ამდენი შეტაკება ჯერ კიდევ არაფერია. აქ ძალიან დიდია მეხის დაცემით მკვდარ ადამიანთა რიცხვი. ბოლო 50 წელიწადში ამ სანაპიროზე მეხის დაცემით 59 ადამიანი დაიღუპა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა დასკვნით, ადამიანები პლაჟზე წარმოადგენენ ყველაზე მაღალ წერტილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭექა-ქუხილის დროს ისინი იზიდავენ მეხს, რადგან მათზე მაღალი ახლომახლო არაფერია. ამ ყველაფერთან ერთად ნიუ სმირნის სანაპიროზე ასევე ხშირია ზვიგენების თავდასხმათა რიცხვის. 2 წლის წინ დაახლოებით 13 ადამიანი გახდა ზვიგენების თავდასხმის მსხვერპლი. აქ ასევე ხშირად ცხადდება დამსვენებლების ევაკუაცია და პლაჟს დიდი ხნით კეტავენ. ან მწურავი სკუტერით დაგვარტყავს, ან მეხი დაგვეცემა, ან ზვიგენი შეგჭამს. იდეალური სანაპიროა მათთვის, ვისაც სიბერით სიკვდილი არ უნდა. ჰერდის კუნძული, ანტარქტიდა. დაუსახლებელი და უნაყოფო ანტარქტიდის კუნძულების ვულკანური ჯგუფი ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში. შედგება 2 ძირითადი, ჰერდისა და მაკდონალდსის, ასევე ბევრი სხვა პატარა განცალკევებით მდგომი კუნძულისგან. ადმინისტრაციულად ისინი ავსტრალიის გარე ტერიტორიას ეკუთვნიან. ჰერდის კუნძული გიგანტური აქტიური ვულკანია, რომელიც 4100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიის ქალაქ პერთიდან. ის ავსტრალიის კუთვნილ ტერიტორიებზე ყველაზე მაღალ წერტილადაა დასახელებული. კუნძულის ზედაპირის დაახლოებით 80% დაფარულია თოვლითა და ყინულით. მიუხედავად ამ არც თუ მიმზიდველი აღწერილობისა, ჰერდის კუნძული დიდი პოპულარობით სარგებლობს ექსტრემის მოყვარულ ტურისტებში. იგი სიკვდილის პირისპირ სერფერობის მოყვარულებს ადამანტივით იზიდავს. განსაკუთრებით მათ, ვისაც ყინულიან ტალღებზე დგომა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. Cape Revelation, ავსტრალია. Queensland-ი ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ყოველ წელს ოქტომბრიდან აპრილამდე აქ თავს იყრიან დიდი რაოდენობით შხამიანი მედუზები, რის გამოც სანაპირო იხურება. ჯერ კიდევ 1893 წლიდან მოყოლებული ამ სანაპიროებზე 70-მდე ადამიანი დაიღუპა. შხამიანი მედუზების გარდა აქ ნიანგების ნახვაც არავის უკვირს. ყოველივე ამ სიგეთესთან ერთად, სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია შხამიანი გველების სამშობლოდაც მიიჩნევა. პირველ რიგში უნდა დასახელდეს Queensland-ისა და ავსტრალიის, კერძოდ ტივის პლაჟები, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სანაპიროებად მიიჩნევა მთელ მსოფლიოში. ზემოთ ჩამოთვალეთ შხამიანი მედუზები, ნიანგები, ასევე შხამიანი გველები, თუმცა ზვიგენებიც ძალიან აქტიურად ესხმიან თავს ადამიანებს მთელ ავსტრალიაზე. რა თქმა უნდა, ამ სანაპიროზეც. მედუზებზე უფრო დეტალურად რომ გავარჩიოთ. ჩრდილოეთ სანაპიროზე დამსვენებლები ხშირად ხვდებიან მედუზების მსხვერპლნი. როგორც ცნობილია, აქ მობინადრე, გამჭვირვალე ფერის მედუზებს აქვთ ყველაზე ძლიერმოქმედი ცხოველური შხამი. მათგან მიღებული დამწვრობა რამდენიმე წუთში კლავს ადამიანს. საცეცი აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და მოცურავეს აღსჯობს. ასეთი მედუზების წყალში შემჩნევა ძალიან რთულია. 2011 წელს ავსტრალიაში გამოუშვეს მონეტა ამ მედუზის გამოსახულებით. მას უწოდეს ზღვის კრაზანა. რისკის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები დამსვენებლებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ბანაობისგან ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროებზე ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით, ფაქტიურად ნახევარი წლის მანძილზე. განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, როდესაც მედუზები უფრო აქტიურნი არიან. Praia de Boa Viagem, ბრაზილია. Praia de Boa სანაპიროს 1992 წლამდე ზვიგენების მიერ ადამიანთა დაკბენისა და შეჭმის შემთხვევები არ ახსოვს, თუმცა რეალობა მწვავედ შეიცვალა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ამ სანაპიროზე ბანაობის თითქმის ყველას ეშინია. ზვიგენებთან შეტაკების 50 შემთხვევიდან 19 ფატალური შედეგით დასრულდა. გარემოს დამცველები ამ სიტუაციის წარმოქმნას სათევზაო ნავების მომრავლებას უკავშირებენ და მომხდარში მათ ადანაშაულებენ, რადგან ისინი სანაპიროს ეკოსისტემას აბინძურებენ და ანადგურებენ. შენზენი, ჩინეთი.
შენზენის პლაჟი დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებში, ასევე ტურისტებშიც. პოპულარობასთან ერთად ეს სანაპირო დიდ საფრთხესაც შეიცავს. სანაპიროც და წყალიც იმდენადაა გადატვირთული ხალხით, რომ როგორც იტყვიან, ძაღლი კუდს ვერ მოიქნევს. ამ სიტუაციის გამო რთულია გაარჩიოთ უსად თავდება სანაპირო და სად იწყება ზღვა. აქ ადამიანები ხშირად იღებენ ტრამვებს, მრავალჯერ ფატალური შედეგითაც სრულდება. განსაკუთრებით დიდია 14 წელს ქვემოთ ბავშვების დაშავების რიცხვი. იმდენად ბევრი ხალხია, რომ აქ სიკვდილიანობის შემთხვევა არავის უყვირს. თუ შეიძლება აქ დასვენება რაიმე პოზიტიურთან ასოცირდებოდეს. სიკვდილის სანაპირო, მექსიკა. მექსიკაში მდებარეობს წყნარი და პატარა სანაპირო, აბრეშუმივით თეთრი ქვიშითა და ფირუზისფერი წყნარი ოკეანის წყლით, რომელსაც ზიპოლიტე ბიჩს უწოდებენ. ეს სანაპირო ნუდისტების საყვარელ ადგილად ითვლება. სიტყვა ზიპოლიტე მომდინარეობს ადგილობრივი საპოტეკური დიალექტიდან და ნიშნავს მგრების სანაპიროს. ადგილობრივები ერიდებიან ამ ადგილს, განსაკუთრებით აპრილიდან ივნისის ჩათვლით, როდესაც წყალი ეგრეთ წოდებული ამბოხების პროცესშია, როგორც ამას ადგილობრივები უწოდებენ. ამბოხი გამოწვეულია წყალქვეშა დინებით, რომლის შემჩნევა ნაპირიდან თითქმის შეუძლებელია. გარდა ამისა, ზაფხულის თვეებში სავსემთვარიანობის დროს ხშირადაა ექსტერიტორიული წყლების მიქცევები და მოქცევები. ნაკადის ძალასთან შეჭიდება ზრდასრულ ადამიანსაც უჭირს. საფრთხე უფრო ძლიერდება ოკეანეში ჩამალული ზღვისა და კლდეების გამო. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს ვიზუალურად მშვენიერი ადგილი წყალში შესვლისთანავე ითრევს ადამიანს და უფსკულისკენ მიეკანება. თუმცა 1995 წლიდან სანაპიროზე მუდმივად მუშაობენ მაშველები და უსაფრთხოების ზომებიც გაუმჯობესებულია. მათი დახმარებით ადამიანთა დახრჩობის შემთხვევები ამ სანაპიროზე საგრძნობლად შემცირდა. მიუხედავად მექსიკის ხელისუფლების მონდომებისა, კიდევ შეიქმნა მაშველთა დიდი ჯგუფი, რაზეც იხარჯება უზარმაზარი თანხები. 2007 წლიდან არ დაფიქსირებულა პლაჟზე სიკვდილიანობა. მოკლედ ისეთი სიტუაცია შექმნეს, თითო დამსვენებელზე მგონი 2 მაშველი მოდის. ამან შედეგი გამოიღო. მაგალითად, მხოლოდ 2010 წელს გადაარჩინეს 180 კაცი წყალში დახრჩობას. მარშალის კუნძულები. მარშალის კუნძულებზე არის ადგილი სახელწოდებით ბიკინი. ამ ადგილის სახელწოდება ერთ-ერთი სახეობის საბანაო კოსტუმს დაერქვა. ბიკინები. ეს ფაქტი აქაურობას უკვე ცნობადობას სცემს, თუმცა ასევე ცნობილია ბირთვული აფეთქებებითაც. 1946-დან 1958 წლებში ამ კუნძულს ამერიკის შეერთებული შტატები იყენებდა ატომური და წყალბადის ბომბების გამოცდისთვის. ოპერაცია გზაჯვარედინების ფარგლებში. ბომბების გამოცდების დროს 1954 წლის 1 მარტიდან კუნძული თითქმის განადგურდა. 800 მაცხოვრებელი გარდაიცვალა სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებისგან, რაც გამოწვეული იყო ბირთვული აფეთქებებით. რადიაციის დონე კუნძულზე დღესაც მაღალია. მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ ბიკინის ზოგიერთი პლაჟი გამოსადეგია დასასვენებლად. ბევრ ტურისტს მთელი მსოფლიოდან იზიდავს ბირთვული კუნძულის იზოლირებულობა. ამაზონი. რუზველტის ცნობილი მოგზაურობიდან ამაზონიაში ცნობილია, რომ იგი ხედავდა თუ როგორ ხდებოდნენ დიდი ცხოველები და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა პირანიების მსხვერპლნი. პირანიები მათ ცოცხლად ჭამდნენ. ეს მდინარის მტაცებლები დამსვენებლებისთვის დღესაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს. უფრო აქტიურები არიან მდინარე ამაზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ შენაკადებში, ბრაზილიის ტერიტორიაზე. ეკოლოგები პირანიების აგრესიას მათი ბინადრობის სფეროში ადამიანის მიერ შეჭრით ხსნიან. მაგალითად, იმ ადგილებში ჯებირების აგებით, სადაც პირანიები ცხოვრობენ. ამიტომაც მათ გადაინაცვლეს დამსვენებლების საბანაო ზონებში. პირანიების ზომა 30 სანტიმეტრს აღწევს. მათ ერთ წამში შეუძლიათ ადამიანს მოაკვდინონ თითი. ხოლო თუ პირანიების გუნდს გადააწყდით წყალში, ამაში ცუდი არაფერია, რადგან დიდი ალბათობით იმის გაფიქრებასაც ვერ მოასწრებთ, თუ რა დაგემართათ. ვირჯინიის სანაპირო. ვირჯინიის სანაპირო არის გინესის რეკორდების წიგნშიც. ესაა ქალაქი ყველაზე გრძელი საზოგადოებრივი პლაჟით. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სუფთა და მშვიდობიან საკურორტო ქალაქად ამერიკაში. თუმცა ვირჯინია ბიჩის პარკები და პლაჟები იზიდავს არა მარტო ტურისტებს, არამედ ნადირებსაც. 2010 წლიდან გახშირდა სოფიანი მელიების თავდასხმები. მაგალითად, 2011 წლის მარტში მელია თავს დაესხა 3 ტურისტს. დაკბინა და დაკაცრა ისინი. იშვიათად სანაპიროს თავს ესხმიან ხოლმე გარეული ენოტები და ციყვები, რომლებიც სხვადასხვა ავადმყოფობის პოტენციური გადამტანები არიან. ენოტიან ციყვი რომ მოკლავს, ამაზე უბედურება რა უნდა იყოს.
კოპაკაბანა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სანაპიროებზე, სადაც ბუნებრივი მდებარეობის, ცხოველების ან სტიქიის გამო საშიში იყო იქ ყოფნა. ვიდეოს ბოლოს კი შემოვინახე ადგილი, სადაც მთავარი საშიშროება ადამიანისგან მოდის. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ეს იყო ელიტური საზოგადოების დასასვენებელი ადგილი. დღეს კი რიო-დე-ჟანეიროს პლაჟს, კოპაკაბანას, აქვს ყველაზე უიღბლო და უბედური დასასვენებელი ადგილის რეპუტაცია. ზოგადად ბრაზილია დანაშაულით ხომ ცნობილია, მაგრამ თვითონ ბრაზილიაშიც დანაშაულის ჩადენის ინდექსით ეს ადგილი ყველაზე უარესია. აქ პირდაპირ სანაპიროზე არავის უყვირს ძარცვები, პროსტიტუცია, ნარკოტიკების გაყიდვა და გაუპატიურება. ბრაზილიის ხელისუფლებისთვისაც ეს ადგილი ყველაზე პრობლემურია. პოლიციის მონაცემებით ნარკობარონებისა და მაფიოზების უმეტესობა სწორედ ამ ადგილებში ცხოვრობს. ტურისტებს საფრთხე მხოლოდ პლაჟზე კი არა, სანაპიროზე განლაგებულ სასტუმროებშიც ელის. იქაც აყაჩაღებენ, კლავენ და რასაც უნდათ უშვებიან. ვინც ეცდება სანაპიროს და სასტუმროს გაიქცეს, მაგალითად იახტა დაიქირაოს, წყალში გავიდეს, ესეც არ არის გამოსავალი. მოძალადეები პირატებივით იქაც დადიან. თუ თქვენ ამ სანაპიროებიდან არც ერთი არ დაისვენებდით, მაშინ გამოიწერეთ ჩემი არხი, რადგან მეც არც ერთი არ დავისვენებდი და გამოწერილი მაქვს.